არჩილ გურიელი ჭყონია 1895 წელს საქართველოში აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაიბადა. ის ამტკიცებდა, რომ ბებიამისი გურიელების შთამომავალი იყო. ამიტომ ბებიის გვარი საგანგებოდ მიუმატა თავის გვარს და თავადის წოდებით აღიჭურვა. 1921 წელს გათავადებული არჩილი ემიგრაციაში წავიდა. ჯერ ავსტრიაში, შემდეგ საფრანგეთში. 1937 წლიდან კი ის ამერიკაშია. მას საკუთარი ნათესავები არასოდეს დავიწყებია. შორიდან ეხმარებოდა. ზოგიერთი მათგანი განათლების მისაღებად საზღვარგარეთად წაუყვანია. არჩილ გურიელ ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხო უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან ქორწინებით ფართო საზოგადოების ყურადღება უმალ მიიქცია. ელენა და არჩილი დღითიდღე ერთმანეთში ბევრ საერთოს პოულობდნენ. 68 წელს მიღწეული რუბინშტეინისათვის მომხიბვლელ თავადთან შეხვედრა საახალწლო საჩუქარს გავდა. მალე ქორწილიც გაიმართა. ახალი ოჯახის მეგობრები გახდნენ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ადიუტანტი, თავადი გიორგი ერისთავი და მისი მეუღლე მერი შერვაშიძე. რუბინშტეინი ბედნიერი იყო, რომ ასეთ მაღალ, აქამდე მისთვის მიუწვდომელ საზოგადოებაში მოხვდა. ჰელენე პოლონელი ებრაელი გახდა და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას ჰელენე რუბინშტეინს ფლობდა, რომელიც ამჟამად ლორეალის ჯგუფში შედის. ქალბატონი ბიზნესთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. მისმა კორპორაციამ თელ-ავივს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აჩუქა. საინტერესოა არჩილ გურიელ ჭყონიასა და სალვადორ დალის მეგობრობა. მხატვარმა ცოლ-ქმრის პორტრეტები შექმნა. ჰელენე რუბინშტეინი, კლდეზე მიჯაჭვული ქალი პრომეთე და არჩილ გურიელი ჭყონია ჩაქურაში. გურულ ჩაქურაში გამოწყობილი არჩილ გურიელ ჭყონიას პორტრეტი მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზეა დახატული. ზუსტად ისე, როგორც გურიელმა აღუწერა დალის საქართველო. თავადი არჩილი ჯანმრთელობას არასოდეს უჩიოდა. ამიტომაც მეუღლის გულის შეტევით გარდაცვალებამ ელენა როგორც იტყვიან დაზაფრა. ქალი თავის ოთახში შეიკეტა და რამდენიმე დღე გარეთ არ გამოსულა. მერე კი ანდერძში პირველ პუნქტად დაიბარა არჩილის გვერდით დამკრძალეთო. ელენა რუბინშტეინმა 94 წელი იცოცხლა. 1965 წლის 30 მარტს ქალბატონი სამსახურში წავიდა. მოულოდნელად თავი შეუძლოთ იგრძნო და ექიმი გამოაძახებინა. ელენა იმავე ღამეს გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე თურმე საბჭოეთის დედაქალაქს ესტუმრა ქალბატონი. გამოფენაზე, სადაც ის საკუთარი ფირმის პროდუქციას პირადად წარადგენდა. მას ხანში შესული ქალი მიუახლოვდა და არჩილ ჭყონიას ნათესავად გაეცნო. ელენას თვალებზე ცრემლებმა, სახეზე კი ღიმილმა გამოანათა. ეს ემოცია სწორედ იმის მსგავსი იყო, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულთან შეხვედრის დროს რომ ეწვია.